მოგესალმებით, ეს FaceTime-ია, მე კი მისი წამყვანი ირაკლი ყურაშვილი ვარ. დღეს წარმოგიდგენთ გადაცემაში ყველაზე სკანდალური ტელეწამყვანის გია ჯაჯანიძის FaceTime-ს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ყველაფერი იწყება ჭიათურიდან და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ინდონეზია გიმართლებს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი შეგიძლია ძალიან მარტივად მიაღწიოთ, თუმცა ეს მარტივობა გამოჩნდა ბოლოს და არა თავში. როგორი იყო ჭიათურა? ვიყავი ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ძალიან თბილი ბავშვი, რომელსაც არ უყვარდა თამაში. თან სწავლობდი ძალიან ცუდად და ამის გამო ვიყავი დაკომპლექსებული. მერე ამის შემდეგ ინდონეზია ვიყავი ჩუმი და უკონტაქტო, რომ ჩემმა ერთ-ერთმა ნათესავმა უთხრა დედაჩემს, რომ მიიყვანე ბავშვი ექიმთან, რა ჭირს, რატომ არის ესე, ბავშვებთან არა აქვს ურთიერთობა და პირველად გადავრჩი, რომ დედაჩემმა არ მიმიყვანა ექიმთან. იმის გამო, რომ მე მქონდა ასეთი ბუნება, ასეთი ხასიათი, იმიტომ რომ ვერ ვსწავლობ, ამას ვიაზრებ, მასწავლებლები ამის გამო მსვავენ უკან ყველაზე ბოლოში, თან ვარ დაბალი და ადეკვატურად ვიყავი, ესეთი საცოდავი, ესე ვთქვათ, მაგრამ შიგნით ვიყავი ძალიან, მდიდარი ბუნებით დავიბადა ეთყობა, არ ვიცი. ძალიან მოკლედ გეტყვი, როგორც კი ვნახე, რომ მე მაქვს ძალიან ძიმე ბავშვობა, ძალიან დიდი კლდებია ჭიათურაში, კლდის შიგნით ისხდნენ მაყურებლები და გარეთ რაც ხდებოდა, ეს იყო ფილმი. მე ვიყავი იმ ფილმის გმირი და ამით გადავირჩინე თავი. რომ ვიღვიძებდი ძალიან ლამაზად თვალებს ვახელ რაღაცა ვისმორებოდი. ნუ კამერა იყო. ისე რომ არც ვიცოდი რა იყო კამერა. რაღაცა იყო დანადგარი, რომელიც მიყურებდა, მიიღებდა ცხოთს დღემდე დამყვა და მაგრად მეხმარება ეს. დღეს რეალურ ცხოვრებაშიც პრინციპში კამერასთან სიუჟეტი ქუჩებშიც კამერები დააყენეს ახლა და სკოლაში ოროსანი, თუმცა ამ კითხვას დავსვავ ასე. ანუ ოროსნის კვალობაზე დღეს რომ 10 ბალიანი შეფასებით შევაფასოთ, ჩვენი ცხოვრება რამდენ ბალს დაუწერდი საკუთარ თავს? ალბათ 10-ს, რატო იცი? ყველაზე აუცილებლად უნდა გითხრა მიზეზი, მერე რა მოხდა. სულსაშემოდგომოები მყავდა მე-7 კლასამდე, მე-7 კლასში ვიყავი, როცა თბილისიდან ჩამოვიდა თამაზ მესხი, ეს არის თეატრის რეჟისორი, რომელმაც დამაკავა მთავარ როლში. იქ დაიწყო ჩემი ცხოვრება. რომ ვნახე, რომ მე შემიძლია რაღაცის გაკეთება, თურმე იმას, რასაც ვისმენდი, რაშიდაც მე სულ ნიშნავს ვიღებდი, ყველაფერი იცოდა ტვინმა, უბრალოდ მე არ შემეძლო ამის გადმოცემა. მე-7 კლასის შემდეგ გაუგნებულები იყვნენ ყველანი, რომ როგორ ვახერხებდი ის, რაშიდაც ორიანები მეწერა და სამიანები, მე რატომ ვიცოდი. მიზეზი. ეთყობა ვიღაცამ დამცინა, ეთყობა ვიღაცამ ვიღაცა ცუდად მომექცა და ჩავიკეტე. და გამხსნა რამ, ეს ის პატარა მსახიობია. და ეს იყო ჩემი, საოცარი კოზირი იყო ეს ჩემი. 2 კილო ლობიო, 2 კილო ჭადისქვილი და 30 მანეთი. ამ 30 მანეთით რა იყიდე? არა, ვიზოგავდი, იმიტომ რომ არაფერი ისეთი, პურის ფული, რაღაცა შაქარი, რაღაცა ძალიან ეხლა არ მინდა რომ გული ამიჩულდეს, იმიტომ რომ როგორი ვიყავი, იცი? ძალიან მიყვარდა შოკოლადი და ნაყინი. და არ ვყიდულობდი არასოდეს, იმიტომ რომ აღარ მეყოფოდა ფული და ამის გამო დღესაც აღარ მიყვარ შოკოლადი და ნაყინი, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ ვყიდულობ. არ ყიდვასთან გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო ისტორია გაქვს მოყოლილი. მე ვფიქრობ, თან გაგიმართლა ამ დროს, როდესაც პიანინო მოიგე და ამ პიანინოს ისტორია მინდა რომ მოყვე. სადღაც მივდივართ მე და მამაჩემი და ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით და ძალიან მინდოდა ნაყინი და
მეუთხარი მომეცი მეთქი ფული და მომცა მაშინ 20 კაპიკი ღირდა 18 კარგად მახსოვს და მომცა 22-15 კაპიკიანი ესეთი კუპიურა იყო და არ იყო ეს ნაყინი და იქვე ყიდნენ ლატარიის ბილეთებს და მივედი და ესე გაუაზრებლად ვიყიდე და სხვათა შორის ძალიან მისაყვედურა მამა ჩემმა და მითხრა რომ აღარ გააკეთო ესეთი რამეო რომ შენ მემთხოვე ნაყინის ფული ნაყინი რომ არ იყო უკან უნდა მოგეტანაო და არ გაჭრა იმან რომ ლატარიის ბილეთი ვიყიდე რომ რაღაცა და მე ამ ბილეთმა მოიგო პიანინო საქართველო ეხლაც ამაქვს ჭიათურაში ეს აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელება მიმიყვანეს მუსიკაზე ამის გამო სმენა არ ამაქვს 3 წელი გამატარებინია ჯოჯოხეთში და დავოდიოდი ამ მუსიკაზე და არ შემეძლო აი ვერ ვიგებდი ვერაფ ერთი ზუსტი ცოტათი ვერ ვიყავი კარგად ბავშვობაში 6 თვის ცოლი დატოვე ფეხმძიმედ და წახვედი ჯარში. მე არ დავტოვე, დამატოვე. სახელმწიფომ დამატოვე. დაგატოვებინეს ფეხმძიმედ ცოლი, წახვედი ჯარში. ამით დაიწყო შენი და ცოლებთან ურთიერთობა. დღეს ეს ყველაფერი როგორ შეგიძლია ერთ სივრცეში მოქციო? იცი რა არის? აი მე როცა ვამბობ ხოლმე რომ მე ვერა ვარ კარგად. ამას კი არ ხუმრობ. ანუ იცი რა არის? აი ეხლა რასაც მე ვხედავ. აი ანუ ვხედავ არა ფიქრობ ხოლმე ჩემ წარსულს რო თვალს ვავლებ ეს რო ხელახლა განმეორდეს სერიოზულად მოვკვდები. გოგაზე დავხუჭავ თვალებს გული გამიჩერდება და მოვკვდები. დიაგნოზი არ მექნება. აი ადამიანი ხო არის რომ რა შეცვლიდი ცხოვრებაში ყველაფერს შევცვლი ანუ განვლილი პერიოდიდან შეგიძლია ეხლა ვხვდები მაშინ კი ვერ ხვდებოდი რომ აი ეს მტანჯავდა თუ რა ეხლა როგორ წავედით და როგორ მახსოვს მატარებლით წამიყვანეს ეს თავგადაპარსული ჩემი ზომა ფორმა არ იყო მეცვა 52 ზომა ჩეკმა 39 ზომა მაქვს მე მაშინ ტრიალდებოდი მეცვა უზარმაზარი ისა ჯარის ისეთი სასაცილო ვიყავ ხვდებოდი სასაცილო რო ვიყავი ამას ხედავდი თან კიდე რა არის აი არა მაქვს დეპრესია სტრესი ცხოვრებას ვიღებ ისეთი როგორიც არის ოპა დამახარე ოპა შენ გენაცვალე შერომიები მაჯუქე მე წყალში გადავხარე მამა და ბაბუა კარგი ხარ? უი მე არ ვიცი ეხლა არ მიყვარს ის რომ ეს იმათ უნდა კითხო მე რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი ვარ იდეალური მამა იმიტომ რომ არ ვაწუხებ შვილებს არ ვითხოვ მათგან არაფერს ერთადერთის გარდა ნუ შემაწუხებენ ყავთ იდეალური ქმრები გაქვთ ძალიან კარგი ოჯახები და კარგად ცხოვრობენ შვილიშვილები ძალიან მიყვარს რომ მოდიან ჩემთან თუ დიდხანს გაჩერდებიან არ მომწონს იმიტომ რომ დახტიან დარბიან და რაღაც ნერვები მეშლება ეს იციან მათ ხო ვამბობ ხოლმე ბევრჯერ მithქვამს რომ აი ბავშვებს ვერ მუქრები იმიტომ რომ თქვენთან წამოვალ ვიცხოვრებ თუ არ გაჩერდებით ახლა მეთქი და ისი არ უნდა ჩემთან ერთად ცხოვრება რომ მართლა ჩერდებიან ანუ მე ვფიქრობ რომ კარგი ვარ არ ვიცი შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ მე ესეთი ვარ და მიმიღონ ესეთი როგორიც ვარ რასაც ვერასოდეს აპატიებ ადამიანს მიფიქრია იცი მიფიქრია და ეხლა გეტყვით ისეთ რამეს რომელიც არასოდეს არ მithქვამს მე ვარ ადამიანი რომელიც ყველაფერს აპატიებს ადამიანს რა მაქვს იცით შემებთან ნათქვამი თუ მოხდა შემთხვევა და მე ვინმე მომკლა არ მოითხოვოთ რომ ის დააპატიმრონ ანუ მკვდარიც ჯაჯანიძე მკვდარი ჯაჯანიძეს კი პატიებს მკვლელს რომ მან ის მოკლა თან რა არის იცი
ჩემი პატიება რას მოგცემს, ღმერთმა უნდა გაპატიოს და აქედან გამომდინარე თავისუფალი ვარ ამაში. ერთი თბილისური ჭორი უნდა გადავამოწმო, თუ როგორ მოხდი ტელეკომპანია იმედში, როგორც ამბობენ, პატარკაცის შვილების ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს და სწორედ ეს იყო იმის საფუძველი, რომ დღეს მიყავს გადაცემა. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად ბრუნდება ეთერში. რა ხდება მაშინ? კარგი, ეხლა გეტყვით ერთ რამეს. რაც ტელეკომპანია იმედი გაჩნდა ტელესივრცეში, მის მერე მინდოდა რომ ტელეიმედში მემუშავა. იმ დროს, როცა მუშაობდი ბადრი პატარკაციშვილთან, მე ვიყავი ნანა პატარკაციშვილის თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ვიყავი პარლამენტში, როცა ის პარლამენტარი იყო და მისი საარჩევნო ბიუროს ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ ვერ მოვახერხე. ანუ მქონდა მცდელობა და ვერ მოვახერხე. ეხლა მით უმეტეს და გეტყვით ერთ ძალიან საინტერესო და დამაჯერებელ ამბავს, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა იცის, როცა მოლაპარაკება კონდათ ჩემთან მე გადაცემას დავიწყებდი თუ არა მე დაურეკე ნანას და უთხარი რომ იმეთან მოლაპარაკება მაქვს მეთქი და ისე მაინც იცოდე რომ მე მაქვს მოლაპარაკება რომ გითხრან რომ არ გაგიკვირდეს რაში მჭირდებოდა მოლაპარაკება რეიტინგი ვერ დავდე დებილი ვიყავი სამსახური მაკლდა და ხუმრობით ვამბობდი კვირაში ერთხელ ვიყავი შოუებში ასევე კვირაში ერთხელ ვარ იმაშიც რაფია ხელფასები ისეთ სხვადასხვა სამსახურში მქონდა და რა ანუ არა მაქვს მე ეს კომპლექსი გამოჩენის იმდეჯერ გამოვჩნდი 54 წლის ხდები ფოტოს ვიმატებ ხოლმე თითო წელს იმიტომ 53-ის გავხდი გადავედი 54-ში მომწონს ეს დიდი ასაკი ეხლა გავიარე უკვე ეგ ის რომ დამაწყებინეთ მუშაობა თუმცა იცი რა არის ალბათ თვითონ მოიაზრებდნენ და თან პარალელურად ეხლა იმასაც ვერ ვიტყვი რომ ქუჩიდან მოვედი იცოდნენ ჩემი პოტენციალი ოღონდ არ დამჭირვებია რეკომენდაცია ისევ ხუთშაბათი ისევ 22 საათი ისევ სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად როგორია გია ჯაჯანიძის თვალით დანახული სხვა რაკურსი როგორც მაყურებლის. ალბათ არწმუნებული ვარ ხუთშაბათს უყურებ თქვენ გადაცემაში. არა, ჯერ უყურებ პროფილს. ხუთშაბათს წერ მე გადაცემას და ხუთშაბათს წერ გადაცემას და რომ მოვდივარ, პირველი უყურებ პროფილს. თემები მაინტერესებს ხალხ, მე მაია მაინტერესებს. მე ეს თითქოს ჩემი კოლეგა, ანუ რა არის იცით? თქვენ არ თვლით მაია ასათიანს ჯანსაღ კონკურენტად? არა, იცი რატო არ ვთვლი? მაია არის, ძალიან დიდი ხანია პროფილი არის, მას აქვს თავისი ნიშა, აქვს თავისი მაყურებელი და ის აკეთებს თავის საქმეს, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ისე კითხვა მქონდა მომზადებული და გულსროლად მაინტერესებს. მაია ასათიანმა დაგირეკა მოგილოცა გადაცემის დაწყება? ვისაუბრეთ კი, რა გისურვა? რა თქმა უნდა წარმატებები და მაღალი რეიტინგი? კი მითხარ, რას გერჩოდენ ამ ხუთშაბათ დღეს რომ მოგცეცო გადაცემაო, მე ვთხარი რა ვიცი მეთქი, რას დავეძებ ჩემი ცნობილი ფრაზა. არ დავეძებ არაფერს. და ხო, მე ვთხარი როგორ მიყვარხარ მეთქი, მართლა მიყვარს და ხუმრობით ვამბობ ხოლმე გაზო, პროფილზე ვარ გაზრდილი. ხო და როგორ შეიძლება არ მიყვარდეს პროფილი? სოციალურ ქსელზე ხუთშაბათს 10 საათის შემდეგ, როცა გადაცემა სრულდება, არის ძალიან დიდი აჟიოტაჟი. ერთ-ერთი ესეთი ხუმრობაც კი მე ბევრი ნახე და ერთ-ერთი ამოვარჩიე, რომ ისე არ უნდა დაგწყოლოს, არავინ თუ გია ჯაჯანიძის შოუში მოხდეო. რა რეაქცია გაქვს ამ ყველაფერზე? არა, მაგაზე ვიცი ახლა ვიღაცამ კარიკატურა გამოაქვეყნა ეშმაკი ამბობს პირჯვარი გადავიწერე ჯაჯანიძის გადაცემას რომ უყურებდა. უცბად კი არ გავბრაზდი, მივწერე დედა რა მაგარი ყოფილა რეშმაკიც კი მორწმუნე გავხადებ მეთქი. ანუ რა არის იცი? იუმორზე ადეკვატური ვარ, არ არის. რაღაცა რო იწევლებიან, სუ ფიქრობ რამხელა, რო იწევლება ის ხო იმ დროს აგრესიულია. და სულ ძალიან ბევრ რაღაცებს ვკითხულობ. აგრესია იწვევს კიბოს. და არ მინდა რომ ადამიანები იყვნენ ცუდად და
რატო ვარდები აგრესიაში? გადამრთე. მაინდა-მაინც უნდა დამწყებლო და მაგინო. თუ გინდა მაგინე და დამწყებლე არ დაბეწებ. ისეთმა მესროლოს თქვა, ვინაც ჩემზე ნაკლები გააკეთა. კიდევ ერთი ციტირება უნდა მოვახდენო. გოჩა ჩერტკოვი არის ბებია ჩემი, კესარია მოდი პაპასთან დაჯექი, მარი ბაბეტა ხარ რაღაც და კიდევ ბევრი ფრაზები, რომელიც შეიძლება გავიხსენოთ. ეხლავე გაიმეორე მარი ბაბეტა ხარ რა. თქვი. კარგი, მე მგონია რომ მაინც სოციალური ქსელია და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ანუ ის სიტყვები არ ვთქვა ეთერში, რომელიც შეიძლება მცირეწლოვანი მოზარდებისთვის იყოს არასასიამოვნო. არავის არ მეშინია. მართლა არავის არ მეშინია, უბრალოდ სწორედ ამას ვითვალისწინებ. თუ გინდა ვიტყვი რა პრობლემაა. არა, მაგრამ იცი რა არის, მაინც ეთყობა, გასაგებია ეთიკის ნორმებს იცავ, მომწონს. რამდენი წლის ხარ? 25. სულშვილიანი ხარ? არა. პირველად რამდენი წლის იყავი რომ შეგიყვარდა? 16-ის. ეხლა რა გავაკეთე, იცი? ნახე, ეს არის მოდი, ორჯერ დიდი ვარ მესმის. და უცბად გამოვიყენე ხერხი და თავდასხმა იყო ჩემთვის ეს, გამახსენე რომ მე ქალს ის ვუთხარი და აი ამით გადადიხადე პატარა სამაგირო. თუმცა კითხვა ანუ არ დამისრულებია, ეს არის გადაცემის შემადგენელი ნაწილი თუ იმიჯი? შენ როგორ ფიქრობ? ვაიმე, აი რანაირად აგიხსნა. არც იმიჯი, არც გადაცემის ნაწილი. ალალი ვარ. ეხლა უცბად მართლა დავინტერესდი და კითხე. ეს მოდის ყველაფერი ჩვეულებრივად. ეხლა როგორ ფიქრობ, მე დაწერილი მქონდა ის კითხვა ბაბეტას რაც ვკითხე. აქედან გამომდინარე, იმ წუთში რა კითხვაც მომდის, მე სვავ კითხვას არ არის ეს იმიჯი. გადაცემის რეიტინგი თქვენი დამსახურებაა თუ სტუმრების? პროდიუსერის. პროდიუსერზე ოდნავ მოგვიანებით კითხვა. არა, კითხვაზე გაგეცი პასუხი. სტუმარი, რომელიც გადაცემაში ყოლია და მერე გინანია რო ყავდა. არის ესეთი? არა, აი, არა. არა. მოდი, იცი რა არის, აი ვერ ვგრძნობ კარგად, შეიძლება ყავა რომ მომიტანო? კი, როგორ არა. მე ვთხოვ რომ ყავა შემოგვიტანო სტუდიაში. მე უნდა დაგისვა კითხვა, რომელიც დარწმუნებული ვარ, სხვა ჟურნალისტებს არ ექნება დასმული. პოლიტიკაში არ ყვევი? ეხლა კიდე გითხრა გულწრფელად, ეხლა ვფიქრობ, რა გითხრა, რატო იცი? პოლიტიკაში, აი, საერთოდ ვერ ყვევი. არც სურვილი არა, მაგრამ ვერ ხვდები. რატო რისთვის? აი, პოლიტიკა ყველაზე ბინძურია, ამბობენ. ნუ თუ ისეთი სპექტაკლი ვარ, რომ ამიტომ ვერ ხვდები, არ ვიცი. იცი რა? მოდი ამ კითხვაზე როგორ პასუხს გაგცემ, ხან ვერ ყვევი, ხან არა, მაგრამ რა მომენტი ვარ? რუსთავს უყურებ, რუსთავის მჯერა იმედს უყურებ, იმედი მჯერა მაესტროს უყურებ, ყველას იმჯერ, აი საერთოდ მჯერა ადამიანების. ეხლა რომ მიყურებს, მგონია რომ კეთილგანწყობილი ხარ, ღმერთმა უწყის გულში როგორ. რა თქმა უნდა, ვარ კეთილგანწყობილი, რატო უნდა ვიყოთ ცუდი შტაბ-შტილებით თქვენს მიმართ. კიდევ ერთ ძალიან პოპულარულ ток-შოუს უნდა შევეხო, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს, რომლის მთავარი პროდიუსერიც იყო მაია სტეფნაძე, რომელიც გადმოვიდა თქვენთან სამუშაოდ და ახლა არის სხვა რაკურსის მთავარი პროდიუსერი. ამაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა პირველი კომენტარი, სადაც აღნიშნა, რომ უბრალოდ ძალიან დიდი ჰონორარი შესთავაზეს და ის უნდა გადასულიყო სხვა რაკურსში. თქვენ რა კომენტარი გაქვთ ამაზე? ჩემს სიცოცხლეს ვფიცავარ თუ ვიცოდე რამდენიან ხელფასი მაიას. არ საუბრობთ ხოლმე ამაზე? არა, ნახე, არ უნდა კითხო ადამიანს რელიგიური, რომელი რელიგიური კონფესიის არის. არ უნდა კითხო სექსუალური ორიენტაცია, არ უნდა კითხო ფინანსური მდგომარეობა და მეოთხეა რაღაცა, არ ვიცი, აღარ მახსოვს, ეთყობა ეხლა არ მჭირდება. და არ ვიცი. ეხლა გეტყვი ერთ რამეს. მაიასგანაც ვიცი და მერე უკვე არ ვიცი ხო ნანუკამ ეს რატომ თქვა მართლა არ ვიცი შეიძლება მართლა ესე იყო მაპატია ამას რო ვამბობ რაღაცა არის მომხდარი მაინც და ოი როგორ ვერ არა გინდა შენ რომ ის შენი იყოს დარწმუნებული ხარ რომ და რას უშველი იმას ის ადამიანია აშკარად ადამიანები არიან ოღონდ მართლა არა არა საერთოდ მაია არის როგორი ადამიანი იცი მივიდა გააკეთა, ამოწურა თავისი თავი
და მე იწყებს ახალს. ანუ ამბობთ იმას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში თავი ამოწურა? რაც თვითონ თქვა, ანუ უკვე ამოიწურა, ხო არის რაღაცა შეიძლება ჩემი გადაცემა ერთ წელში ამოიწუროს. აღარ დარჩეს ის ეხლა სხვასავით მე თემებს ვერ ვატრიალებ წინ და უკან. აქედან გამომდინარე რაღაცა ხომ თავდება. ადრე იყო მე როგორ გამიბედეს 30 წელი ერთ და იგივე ადგილზე მუშაობ 30 წელი ერთ ადგილზე მუშაობ დებილი ხარ არ გაიზარდე ცოტა არ დაწინაურდი ხო არ შეიძლება რომ მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ღმერთმა არქნას რომ მე ეს შოუ მთელი რა დარჩენილი ცხოვრება წავიყვანო არ მინდა დაიხურება კიდე ახალ რაღაცას მოვიგონებ ისეთი კარგი რაღაცა მაქვს მოფიქრებული გაგიჟდე სასწაული მე ექსკლუზიურად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ქალაქში დადის ამაზეც სწორები, რომ ძალიან მალე გია ჯაჯანიძე დაიწყებს ტელეკომპანია იმიჯში ერთ ახალ გადაცემას. რამე შეგიძლია ან დაგვიდასტურო, ან რაიმე გითხრა ამ გადაცემაზე? ხო, მე ეჭვი გამიჩნდა ეხლა რომ თქვენ დაყენებული გაქვთ მოსასმენი აპარატი დირექტორთან და დირექტორის კაბინეტში, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო წრეში ითქვა ეს. არის საუბარი, აი ძალიან უკვე ისე კარგად, რომ შეიძლება დავიწყო, კი. წარმატებები მინდა გისურვოთ ამ პროექტშიც რა თქმა უნდა. მართლა გულით გისურვებ წარმატებებს და როცა დაასრულებ სატელევიზიო კარიერას. რას გააგრძელებ შემდეგ? ახალი აღმოჩენა, კიდევ ახალი სკანდალი რა იქნება გია? არა ვარ სკანდალური ადამიანები, მართლა არა ვარ სკანდალური. თუმცა ესე ჩანს აღიარა. არა, აი ერთი სკანდალი, რომელიც გამოვიგონე. აი რა არის სკანდალი? არა, რა თქმა უნდა, გამოგონილი არა, თუმცა რაც გადაცემა მიყავს, აბსოლუტურად ყველა გადაცემა არის საზოგადოებისთვის განხილვის, ის რაზეც აქამდე არ საუბრობდნენ, ახლა საუბრობენ და ამაზე მიდის მთელი ერთი კვირა მეორე ხუთშაბათამდე საუბარი. ეს არის უკვე სკანდალური იმიჯი, რომელიც ანუ გადაცემამდე გქონდა და ამით სხვადასხვა სატელევიზიო შოუებს იპყრობდი, ხო იყო ეს? არა, გეტყვი ახლა, ნახე, დავიწყე მზეზე. კი, სესონზერა. თემატურად, აი, ქონდა გადაცემა სკანდალურ ადამიანებზე, ან ეპატაჟურ. გადაცემის თემის მიხედვით ვიცვავდი. მე ვარ შოუმენი, შოუ რა არის სანახაობა. სანახაობა რა გვინდა ტელევიზიისთვის, ანუ ეკრანისთვის. ახლა მას თუ გვინდა რადიოსავით დავჯდებით და რადიოში მოვისმენთ რაღაცას. ხალხმა იფიქრა რომ მე როგორც იქ ვიყავი ერთხელ ჩაინიკი მქონდა დამაგრებული და ჩაინიკით დავდივარ ქუჩაში მიხვდით რას გეუბნებით აქედან გამომდინარე სკანდალური როლი მაქვს ესეთი როლი სპექტაკლში რომ თამაშობენ საზიზღარ ადამიანს საზიზღარი ხო არ არის ფილმში რომ თამაშობენ მკვლელი ხო არ არის მე ვაქვს მოწყობილი ერთი მსახიობის თეატრი თამაშობ არ ძალიან მეც თქვენ ყველასნაირად მტკივა მეც მართლა ჩვეულებრივი ვარ რა სანამ გადაცემას დავასრულებთ ჩვენი გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს საჩუქარს არ ჯერ არ მინდა არ დავთავრები მით გამაგდე არა გამაგდე მითხარი არ გამჩერდები თუ კიდევ კამერები გამორთებ მე მაინც გამოგდებ დილ ერთი რამე მინდა რომ გითხო როგორ ფიქრობ ახლა მე მოვდივარ როგორ ისე მოვედი რომ არაფერი არ ვიცი პირადი თქვენზე არაფერი არ გამიგია არა თუ რა აი ხა ერთი რამე მინდა რომ გითხრა არც ერთი გადაცემიდან არ მივდივარ ვითხოვ აუცილებლად მე აუცილებლად დაგპატიჟებ ჩემთან სახლში და მიხვდები ამას რატომ გეუბნები ახლა აი ამ კედლიდან რამე უნდა მაჩუქო არ ვიცი ახლა ამ კედლიდან გაქვს ის საჩუქარი თუ არა არ მოქვს ამ კედლიდან ამ კედლიდან და მაჩუქო რატო? ჩემს სახლში რო შემოხვალ, მიხვდები რატომ ვამბობ ამას. და სხვათა შორის მე უკვე რომ მოდიან ხოლმე და თანახვალირებ ახლა რა არის ყველაზე ისეთი. და მე ვამბობ ხოლმე რომ აი ეს ამათმა მაჩუქეს და ნახე როგორ ვაპიარებ ახლა უკვე თქვენ გადაცემას და თან ისეთი თან ნამიოქს გეუბნები ისეთს რომ ცოტა ისეთი რამე გაჩუქო ღირებული რა შეიძლებოდა მე მომწონებოდა მე სრულიად გულწრფელი ვიქნები ამ შემთხვევაში და ვფიქრობ რომ ზოგადად გამოგონება შენთვის ყველაზე ახლო თემაა სწორედ ამიტომ ალბათ ბუნებრივი იქნება რომ შემიძლია ეს ველოსიპედი გადმოგცა
ეს ველოსიპედი, მინდოდა ეხლა ეს ველოსიპედი. არა, ტყუილად ხო? არა, რატო? მომისმინე. არა, მართლა თუ გული დაგწყვეტ. პირიქით გულით გჩუქნი ამას. მგონია რომ რაღაც გამოგონებები შენთან არის, თან რაღაც ეს ველოსიპედი, მე ვფიქრობ რომ კარგი, მე სხვათა შორის არ ვიცი, შეიძლება ველოდი, შეიძლება არა. მე ძალიან დიდი კავშირი მაქვს მისტიკასთან, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს მისტიურობა და გეტყვი ერთ რამეს. რახან ეს მაჩუქე, სხვათა შორის ხარ ძალიან დადებითი ადამიანი. დიდი მადლობა. და მივიღე მომეწონა შემიყვარდა და თან გეტყვი ერთ რამეს ჩემ სიცოცხლეში სხვადასხვა ინტერვიუებში მაგ ნათქვამი და სიმართლეს ვამბობ არასოდეს არ მჯდავარ ველოსიპედზე არასოდეს იმიტომ რომ იმდენად ფრთხილი ვარ სულ მეშინია რომ გადმოვარდე სამკუთხედს ბავშვობაშიდაც კი არ მჯდავარ ველოსიპედზე და ეხლა მე მაჩუქე თქვენ ველოსიპედი. ეს არის იმხელა სიმბოლური დატვირთვა აქ ეხლა ამას ჩემთვის, რომ სასწაული უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში. მე გულით გისურვებთ წარმატებებს და მთავარი საჩუქარი არ დაგვავიწყდეს. მაინც უნდა მაჩუქო? რა თქმა უნდა გაჩუქოთ. პირველ რიგში გადაცემა ლოგიკური არსებობს, იმიტომ რომ მყავს გენერალური სპონსორი, ეს არის ნორველი. ანუ სხეულის ბუნებრივი დაფერვის ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში და უკვე საქართველოში, რომელიც აბსოლუტურად არ შეიცავს ქიმიას და არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც მზადდება ხან ყურძლის ლერწმისგან, ხან შაქრის და ასე შემდეგ. მოკლედ, 4 ფერი აქვს და სულ იქნება ძალიან მაგარ ფერზე და კიდევ ერთი საჩუქარი. მოკლედ, ძალიან ბევრი გამოკითხვა ჩავატარეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უყვარს გია ჯაჯანიძეს, საით შეიძლება ის ნახოთ ყველაზე ხშირად და მე ვფიქრობ, რომ რაღაც გამოგვივა. აბა, ნახეთ. ეს თქვენი საჩუქარი. ეხლა იცი რა არის? ძალიან საინტერესოა. მოდი ეს დავდოთ აქ, იქ მეორე რაღაცა კი, მეორეც არის. მე მგონი რომ ცნობის მოყარე ვარ. მე მგონი ეს უფრო მოგეწონება. იცი რა, მე გაოცებული ვარ ეხლა რატომ? ველოსიპედზე გავგიჟდი, გადავირიე ეს ძალით რაღაცა გასაგებია. სარკეს ყოველთვის ატანდნენ ხოლმე, როცა ადამიანი ბედნიერდებოდა. მე აუცილებლად დაგირეკავ თქვენ და გაგაგებინეთ რა, ბედნიერება მეწვია. ესე პირველი ჩვენ თუ გავიგებთ, ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება თქვენგან. აუცილებლად შეგატყობინებთ, დიდი მადლობა. ამას დავიხურებ, ხო შეიძლება? კი, რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის არის. გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსი ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნები და ერთ რამეს გეტყვი. გაგიმართლებს იმ შემთხვევაში, თუ გეხმარება ყველა რესპონდენტი. განურჩევლად ერისა, სქესისა, ასაკისა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევ, იმიტომ რომ შემკეთილი ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები, გემშვიდობებით ორ შაბათამდე.